ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდა კინომოყვარულებისთვის საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი თაობა 21-დან 27 სექტემბრის ჩათვლით თბილისში ეროვნულ სასახლეში გაიმართება. 7 დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა ქვეყნიდან 300-მდე მონაწილე ახალგაზრდას, ასევე რეჟისორებს, მსახიობებს უმასპინძლებს. ზაკ მირიანაშვილის კინორუბრიკაში დღეს სწორედ ფესტივალის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის უფროსთან ლიკო ბუზიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, დილამშვიდობის. დილამშვიდობის ზაკ და დილამშვიდობის ლიკო. დილამშვიდობის მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ახალ სტუდიას და ახალ სეზონის დაწყებას. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ ახალ სეზონზე სწორედ ახალ სტუდიაში შემოგვერთით, მით უმეტეს რომ უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. თაობა, ეს ფესტივალი და მისი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ეს არის მართლა ძალიან დიდი შესაძლებლობა. პირველ რიგში რომ ავუხსნათ მაყურებელს ფესტივალის ისტორია როგორ განვითარდა და წელს რით იქნება განსაკუთრებული ფესტივალი. კეთილი, მინდა ვისარგებლო შემთხვევაში და ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს და ახალგაზრდებს მიულოცო ახალი სეზონის დაწყება და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო. ეროვნული სასახლე კი ახალი იდეებით, ახალი სივრცეებით და ახალი პროექტებით მზად არის უკვე უმასპინძლოს და რამოდენიმე დღეში ოფიციალურადაც გაიხსნება ჩვენი სივრცეები და გეოდებით ყველას. და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ის ფესტივალი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებულია, სწორედ თქვენთან ერთად მიწევს ამ ფესტივალზე საუბარი. ეს არის თაობა, ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მე-8 ტარდება და რომელიც ყოველწლიურად ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიცნონ და შეიყვანონ და შეიმეცნონ კინო სამყარო და ეს ძალიან საამაყოა. ძალიან მნიშვნელოვანია ლიკო, რომ ფესტივალის ჟიურის წევრები არიან თვითონ ახალგაზრდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა და მაყურებელს ვეთქვი, რომ მე თავად როდესაც ვიყავი 16 წლის, მე ვიყავი ამ ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე და ჟიურის წევრი და სწორედ ჩემი პროფესიული არჩევანიც ამ ფესტივალმა ჩამოაყალიბა. მანამდე რა თქმა უნდა მიყვარდა კინო და სწორედ ამ ნიშნით მოვხვდი მაშინ ამ ფესტივალზე, მაგრამ აი პროფესიული არჩევანი განსაზღვრა უკვე იმ მასტერკლასებმა, იმ მნიშვნელოვან ხელოვანებთან და კინოს პროფესიონალებთან შეხვედრამ, რომელიც იყო მართლა დაუვიწყარი და სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს და აი პროფესიული არჩევანის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ სწორ დროს აღმოჩნდე ამ ფესტივალზე. ასაკობრივ კატეგორიაზეც რომ ითქვა, რა ასაკის ახალგაზრდებს ელოდებით ფესტივალზე და როგორი იქნება მასტერკლასები, ვინ ჩაუტარებს ძალიან მნიშვნელოვან ლექციებს. კეთილი. მოკლედ, იმის თქმა შემიძლია, რომ პირველად ჩატარდა 2018 წელს ეროვნული სასახლის და კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით. ჩვენი იდეა იყო შეგვექმნა პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს ქონოდათ შესაძლებლობა ჩამოეყალიბებინათ და გაეზიარებინათ თანატოლებისთვის საკუთარი აზრები, საკუთარი იდეები და მათ შორის მასტერკლასებით გამოცვლილი სპეციალისტებისგან მიეღოთ რჩევები და კინოს სამზარეულოში და კინოინდუსტრიაში ძალიან ახლოდან ჩაეხედათ. სწორედ ამიტომ წელსაც თითქმის სახელოვნებო სფეროში ყველაფერი მოცული გვაქვს, ყველა სფერო, სადაც ტარდება როგორც საქართველოს პროფესიონალების, ასევე საერთაშორისო პროფესიონალების მიერ მასტერკლასები და ვორქშოპები. საიდუმლოს გეტყვით, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ზაკის ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა მე გამეზიარებინა ახალგაზრდებისთვის ჩემი კინო გამოცდილებაც და სიურპრიზად დავტოვოთ მოდი თემა, რომელზეც ამ შეხვედრაში ჩავატარებ. საინტერესოა. საკმა თქვა, რომ ჩემი პროფესიული არჩევანის განაპირობაო, აი აქ ამ ფესტივალზე დასწრება. ვისთვის არის ეს ფესტივალი? ვინ არის სასურველი რომ დაესწროს? უბრალოდ კინომოყვარულიც, რომელიც ძალიან შეყვარებულია კინოზე, თუ ვინც სამომავლოდ ფიქრობს, რომ აი ამ ინდუსტრიაში იპოვის თავის თავს. აი ვისთვის ჩაიფიქრეთ, ასე ვთქვათ ეს ფესტივალი? კეთილი. ჩვენთან ხდება 13+ კატეგორია და 16+ კატეგორია ახალგაზრდების, რომლებისთვისაც კონკრეტულად არის მორგებული
გადაღებული ფილმები და კონკრეტულად არის ვორქშოპებიც დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით ხდება ისე, რომ რეგისტრაციას ვაცხადებთ სოციალურ პლატფორმებზე და ვისთვის არის დავუშვათ ეროვნული სასახლის მოსწავლისთვის გასწრება თავისუფალია, არაკომერციული არის ჩვენი ფესტივალი და ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა იმის, რომ მიიღონ და დაესწრონ ჩვენ ფესტივალს. ერთი დავალება გვაქვს, რომ ჩვენს პლატფორმებზე შემოვიდნენ, სადაც ყველგან გვაქვს გაზიარებული ჩვენი ინფორმაცია, სარეგისტრაციო ლინკი, მიიღონ, დარეგისტრირდნენ, სრულად შეავსონ ყველა მითითებული ველი და ერთადერთი კრიტერიუმი გვაქვს, აქ შენს კარგად იცი, რომ სამოტივაციო წერილი დაწერონ, რომ ამით ჩვენც გვიმარტივდება მათ შესახებ ინფორმაციის მიღება და გადაწყვეტილების მიღება. და ანუ ამითაც ისაზღვრება რაოდენობა, ვინც დაესწრება, რაოდენობა შეზღუდულია, აქედან შეიძლება ვივარაუდოთ. აქ რაოდენობა მოცულობიდან გამომდინარე და სივრცეებიდან გამომდინარე დაიტევს, ამის მიხედვით გვაქვს და სწორედ ამიტომ ვართ, რომ ცოტა თან ყველაც გვინდა და თან უბრალოდ თავარი მიზანი და მოთხოვნა არის კინოს სიყვარული, ენთუზიაზმი და ინტერესი და ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში, რომელიც მათ აინტერესებს. რაც შეეხება პროფესიას, ჩვენი მთავარი მესიჯი და მიზანი არის იპოვე შენი ადგილი. სწორედ ეს არის როგორც ეროვნული სასახლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიაგნო იმას, რა ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს. მე გვიხარია ძალიან. და სწორედ ეს არის, რომ როდესაც ახალგაზრდა მოდის, სულ არ არის საჭირო, რომ უკვე გადაწყვეტილი ქონდეს პროფესია. შეიძლება იყოს მოყვარული და აინტერესებდეს და სწორედ იქ წერდეს მაგალითად, ხო? სცენარისტობის იმდენად მრავალფეროვანია თვითონ შენობა, რომ შემოდიხარ, შეიძლება ერთი ინტერესით შემოხვიდე და უცბად იმდენი სივრცე არის, სადაც შეიძლება რომ შენი თავი ნამდვილად იპოვნო. რომ მე მგონი სწორედ ესაა სასახლის მთავარი ხიბლი და ფუნქცია რა, რომ ადამიანებმა ეგ ამბავი და სწორედ ზუსტად, აი ყველა სახელოვნებო მიმართულებას მოიწევს. აი ამ ფესტივალზე მეც როდესაც მონაწილეობდი, აქ შეგეძლო გაგეგო როგორ იქნება ფილმისთვის კოსტიუმები, როგორ იწერება მუსიკა, სცენარი, ფოტოგრაფებისთვის საინტერესო შეხვედრები. აბსოლუტურად მთავარია რომ კინო გაინტერესებდეს, გიყვარდეს. მთავარია რომ აი ამ წერილში, სამოტივაციო წერილს, რომელსაც დაწერი, გახსნა რატომ გინდა მონაწილეობა და ეს სრულიად საკმარისია. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულიად თავისუფლად მოხვდებიან ფესტივალზე, ძალიან მნიშვნელოვან მასტერკლასებს დაესწრები და მართლა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებს მიიღებ და მომავალში ბევრ რამესაც განსაზღვრავს ეს ფესტივალი. ლიკო, ჯერჯერობით არის შესაძლებელი რომ დარეგისტრირდე და მიიღო მონაწილეობა. აი რომელ რიცხვამდე არის შესაძლებელი? გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალი 21-ში იწყება, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დრო და შანსი მიგვეცა და თან ყველაზე კარგი და ჩვენ ორიგინალური ისაა, რომ მოზარდებთ არ ჭირდებათ ახალგაზრდებს დაალოდება რეგისტრაციის, უკვე იმდენად ვირუსულად ვრცელდება ჩვენ შესახებ, რომ უკვე იციან, როდის უნდა შემოვიდნენ, როგორ იმასაკენ, როგორ გააკეთონ და ამიტომ ძალიან მარტივად ხდება და 19 სექტემბრამდეა და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა მოასწრებს და ყველა მიიღებს და დაიწყებს ჩვენ ფესტივალზე ნამდვილად უნდა იჩქარო. პროცესი როგორია? ძალიან საინტერესო. აი ამ 6 დღე დავთვალე, ხო? 6 დღის განმავლობაში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს მასტერკლასები, დასწრება თუ აი ინტერესების მიხედვით შეიძლება მიხვიდე კონკრეტულ რაღაც მოსმენას. აი მაგასთან დაკავშირებით გეტყვით ასე, რომ ვინაიდან რადგანაც სასახლე რეაბილიტაციის პროცესს გადის და სულ მალე რუსთაველის სახლში ძალიან ლამაზი განახლებული შენობა და იქნება და ვერ ვახერხებთ წელს ჩვენი ახალგაზრდების მოწვევას სასახლეში კინოთეატრ ამირანში გვექნება 3 საათიდან 8 საათამდე და ეს იქნება მონაცვლეობით. პლუს 13 კატეგორია დაესწრება ფილმს და შემდეგ შევა მასტერკლასზე ან პირიქით. მაგრამ ამ დღეების განმავლობაში აუცილებელია და სავალდებულოა ყველა ფილმს და ყველა მასტერკლასს დაისწროს, რადგან უკვე ბოლო დღეს მოგეხსენებათ, რომ ესენი უკვე ჟიურის წევრები არიან და მათ უნდა გამოავლინონ მათთვის მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც იქნება ხმა უნდა მისცენ და კატეგორიაში პლუს 13 კატეგორიაში და პლუს 16 კატეგორიაში გამოავლინონ საუკეთესო ახალგაზრდა ჯილდო უნდა გადასცენ რეჟისორს. ფილმი რა არის, რასაც ისინი აი ეს თემა
ეს მაინტერესებს თემა დავალება არის თუ ხო, თემატიკაზეც რომ მითხრა, იმიტომ რომ როგორც წესი 13+ და 16+ კატეგორიაში ფილმები ეხება მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ ამ ასაკში გვაქვს. ეს არის ბულინგი და ყველა ის საკითხები, ის პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში. თინეიჯერული პრობლემებიც. ყოველთვის ამით განსხვავდებოდა ეს ფესტივალი ყველა სხვა პლატფორმისგან. წელსაც კეთდება ამაზე აქცენტი როგორც აუცილებლად ჩვენი კინოგრაფერები და ჩვენი თანამშრომლები ამ ყველაფერს მთელი აგვისტოს განმავლობაში ძალიან ბევრი ფილმი შემოვიდა. მოგეხსენებათ საერთაშორისო ფესტივალი და სულ 12 ქვეყნიდან შეირჩა ფილმები, ეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისე ჩინეთი, საფრანგეთი და თითქმის მთელი მსოფლიოდან გეოგრაფიულად რა ვთქვათ, სულ შეირჩა სრულმეტრაჟიანებში საკონკურსო 6 ფილმი, ხოლო მოკლემეტრაჟიანში 35+ ფილმები. ამასთან ძალიან გამიჭირდება ხა ყველა ფილმის ჩამოთვლა. არა, თავის სოციალურ ქსელში. სოციალურ ქსელში შეუძლიათ იხილონ ყველანაირი დეტალი. შეიძლება ნებისმიერი წლის ფილმი მოხდეს, ხო? არ არის აუცილებელი რომ რაღაცა უახლესი გადაღებული იყოს ან რაღაცა პროგრამები, როდესაც შეიძლება კლასიკური ფილმიც, რომელიც ამ თემებს ეძღვნება. და ბარემ ეკითხავ რა პლატფორმაზე ვნახულობ, ანუ სად ვნახულობ და როგორ ვეძებ? სოციალურ ქსელში თაობა International Film Festival ეს არის როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე და ჩვენთვის თინეიჯერებისთვის საყვარელ პლატფორმაზე TikTok-ზეც შეუძლიათ იხილონ ეს ყველაფერი. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა ეს პრინციპი, როდესაც ახალგაზრდა მიდის ამ ფესტივალს ესწრება, იქ გასწავლია როგორ შეაფასო ფილმი, რა კრიტერიუმებით რა ფასდება და შემდგომში უკვე შენ ხარ ამის ჟიურის წევრი და ეს შენ ძალიან მნიშვნელოვან თავდაჯერებას გაძლევს ცხოვრებაში. როდესაც პირველი ასეთი ფესტივალი დაფუძნდა იტალიაში, ფრანსუა ტრიუფო შეხვდა ამ ფესტივალს და მან თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სოფლიოში არის ეს ფესტივალი, იმიტომ რომ დედამიწაზე არავინ ისე კარგად არ აფასებს ფილმს, როგორც აფასებს მოზარდი და როგორც აფასებს ბავშვი. იმიტომ რომ ის ყველაზე მართალია, ყველაზე ნამდვილია და სწორედ აი ეს ფესტივალი არის ამის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სასახლეც ზოგადად ყოველთვის უწყობდა ხელს ამას, რომ ახალგაზრდებს და მოზარდებს საკუთარი შინაგანი ხმარ დაეკარგათ და მიყოლოდნენ თავის გულის თქმას და ასევე მნიშვნელოვანია კულტურათა დიალოგი. ამ ფესტივალზე, როგორც ვთქვით, 300-მდე ახალგაზრდა დაესწრება მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნებიდან და აი ეს დამეგობრება ამ ახალგაზრდებს შორის რამდენად მნიშვნელოვანია. ლიკო, შენ თავადაც იყავი ამ ფესტივალის მონაწილე და ძალიან მნიშვნელოვანი გადაკვეთები გქონდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან. აი ამაზეც რო გითხრა. კეთილი, როგორც აღნიშნეთ, საერთაშორისო ეს ფესტივალი და როგორც ჩვენთან ვიწვევთ ახალგაზრდებს, ასევე ჩვენც ჩავდივართ. წელს მაგალითად ვიყავით იტალიაში, სადაც ყოველთვის ჩვენთვის საყვარელი ორნელა მუტიცკი შეგვხვდა. ძალიან საოცარი შეხვედრა და საოცარი ემოციები იყო, როგორც ახალგაზრდებს, მათ შორის მეც ვერ შევიკავე ემოციები. და ჩვენი ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობენ კულტურათა ცვლას, ჩვენ შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პირიქით უკვე როცა ჩამოდიან. სხვადასხვა მარტო იტალიდან არა, ეს არის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, მაკედონიიდან და წელს ახლა ნოემბერშიც მიდიან ჩვენი ახალგაზრდები ბრიუსელში, ასევე კინოფესტივალზე და მე უკვე ჩვენ სპინძლობ და ჩვენთან ჩამოდიან და ესე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ რომ გავაგრძელოთ. ლიკო, ამ ყველაფერს ძალიან ჭირდება მხარდაჭერა. ლოჯისტიკურადაც ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი იყოს გამართული, მით უმეტეს საქმე მოზარდებს ეხება, ძალიან დიდ პასუხისგებლობას ხართ შეჭიდებული და მართლა ეს გუნდი, ვინც ამას ქმნის, არიან თავადაც ამ ფესტივალის მონაწილეები, რომლებიც ფესტივალთან ერთად იზრდებიან, შემდგომში უკვე საქმდებიან და ამას ყველაფერს ძალიან ესე კარგად აორგანიზებენ. რომ ითხრა პარტნიორებზე და ორგანიზატორებზე. კი ბატონო, ვისარგებლებ ამ შემთხვევაში და ეროვნული სასახლის და ახალგაზრდული კინოფესტივალის თაობის თითქმის ყველა ორგანიზატორს, მენეჯერს, ასისტენტს უღრმეს მადლობას მოვახსენებ მხარში დგომისთვის, რომ არა ისინი მერვე საფესტივალო ფესტივალი ეს სტარტს არ აიღებდა და ყველას დიდი მადლობა, ასევე ქალაქ თბილისის მერიას და შემოქმედებით საქართველოს მათი დახმარებით უფრო მასშტაბური არის ჩვენი ფესტივალი და მადლობა მათ. აი, შენ რას ეთყოდი ახლა ახალგაზრდამ ჩართო ჩვენი ეთერი, გაიგო ამის შესახებ ინფორმაცია და კიდე ორ ჭოფობს რაღაცა არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული. შენ
ადამიანს, რომელიც ამართლა ამ ფესტივალთან ერთად გავიზარდეთ ორივე და ჩამოვყალიბდით, აი რა გექნებოდა სათქმელი. სათქმელი ძალიან ბევრია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, როდესაც ადამიანს აინტერესებს, უყვარს და ფიქრობს, რომ იპოვოს საკუთარი თავი, მოერგოს სრულიად სხვა სიტუაციას, ნახოს ახალი და დამეგობრდნენ. შემდეგ ჩვენი ფესტივალის წევრები ისე მეგობრდებიან, რომ განუყრელები ხდებიან, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებიც ხდებიან და საქართველოდან ჩამოსულები და წამსვლელები ტირილით ვერ ვამშვიდებთ. ერთი დღე, ბოლო დღე ყველა ტირის, რომ მიდიან. ამიტომ საკმაოდ მჭიდროდ არიან შეკრულები და ჩვენ ვცდილობთ, რომ და მათ მინდა უთხრა, რომ თუ აინტერესებთ ეს ყველაფერი, თუ უყვართ, თუ კინოსამყარო, არ არის სავალდებულო, რომ ერთ-ერთში კარგად წერდე, ერთ-ერთში იცოდე რეჟისურა, ანუ ამ ყველაფერში ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ თვალსაჩინო გავუფართოთ, შემდეგ უკვე თვითონ გადაწყვეტონ, ეს ის არის სამომავლოდ ეს იქცევა თუ არა პროფესიად, ან შეიძლება მოყვარულები იყვნენ და სწორი მსჯელობის საშუალება გავუფართოთ, კრიტიკული აზროვნება არ არის მარტივი ფართო საზოგადოებაში შენ თანატოლებთან ერთად ადგე და განიხილო ის საკითხები, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები ამ დღების განმავლობაში განიხილავენ. ასეთი შესაძლებლობა აქვს ახალგაზრდებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. პირადად ერთ-ერთი თაობის მონაწილისგანაც და ზოგადად რომ ამ შესაძლებლობას აძლევთ ჩვენს ახალგაზრდებს და რა ვიცი, მომავალში ნამდვილად უნდა ყველა ჩაერთოს, ვისაც უნდა რომ ესეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები ქონდეს ამ ასაკში. კი ბატონო, მეც ვუერთდები მადლობის სიას და ჩემ მადლობას გადავხდი სასახლეს, სადაც ულამაზესი ბავშვობა გავატარე და ძალიან დიდი კვალი დატოვა, კარგი და მიმართულებაც მომცა ცხოვრების. მადლობას გადავხდი ჩემს პედაგოგებს, რომლებმაც შემაყვარეს ქართული ცეკვა, ბატონ თენგიზ სოხაშვილს და ცხონებული გორგი თოლენდიას და არ შეიძლებოდა ეს ჩემი სიყვარული ახლა სასახლეს როცა ეხება საქმე, ვერ შევიკავით თავს მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კინოზე ვსაუბრობთ. მადლობა სასახლეს, რასაც უკეთებს ბავშვებს. მადლობა, მეც მაშინ, იმიტომ რომ მეც სასახლის გამოზრდილი ბავშვი ვარ, მეც დავდიოდი ორ სხვადასხვა მიმართულების ცეკვაზე, ეს ბავშვობის ყველაზე ალბათ ესეთი მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბალეტი იყო და მეორე თანამედროვე ცეკვები, საკმაოდ ისეთი მკაცხელში ვიყავი, მაგრამ ძალიან მემადლიერები დღეს ჩემს მოქნილობას ამაშია საქმე. და აი ეს შესაძლებლობა, რომ ისე ახლოს შეეხო იმ პროფესიას და ეს რაღაცა ერთგვარი სტაჟირებაც გამოგივიდეს იმ საქმიანობაში, რომელსაც შეიძლება მოიაზრებდეს შესამომავლო პროფესიად, ასეთი ფუფუნება ამ ასაკში, არ ვიცი, მეებგან შეიძლება თუ არა მოიპოვებოდა და მიხარია, რომ ამაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მეც მომინდა რომ ვიყო ამ ასაკში, 5 საინტერესო, 6 საინტერესო დღეს მინიმუმ გავატარებდი ჩემს ცხოვრებაში. მადლობა და წარმატებები. მადლობა თქვენ.